ეხლა დღეს გამოვედი ბიბლიოთეკაში. დიდი ხანი მინდოდა გამოსვლა რა, ვერ მოვაბი თავი და ბარათი კი მქონდა აღებული და გამოვედი და რავი ახლა გავააქტიურა ეს ფორმატი და რაღაცა. ბიბლიოთეკა გასაგებია, მაგრამ აქ ახლა რატომ მინდა მის მე შეიძლება ეს მუხტი დავკარგო და მაინც მინდა რომ ჩავწერო რომ გულანწყოტი ვარ და ცოტა რაღაცნაირად ისეთი სამაქვს რა ქვია ვსნობა. ასეთ რაღაც ხო შეიძლება ჩვენთანაც იყოს ეს დალოცვი რა აი ნერვებზე მაგიტო ვიშლები აი ხა ვარ აი და განახეთ კარემოს აულეთ ხაზე მეორე სართულზე ქვია ასე თქვათ რა რომ სადაც ვარ და აქეთ არის COVID ბიბლიოთეკა მაგიდები და ასე შემდეგ და შემდეგ ან სტუდენტები high school იქნება middle school იქნება მოდიან სკოლის მერე გარეთ ყინვარი უშაშველო -8 გრადუსი არის და აქ იკრიბებიან, ჯდებიან და მეცადინეობენ. მაგას თავი დავანებოთ. კაი, ციგნის და მაგიდის თადგმა რო პრობლემა არის. მაგას თავი დავანებოთ კიდე. აი ონლაინ რესურსები აქვს. აგერ საიტი არის. აი ყველაფერი რა რესურსიც გინდა რომ გააკეთო. შეხვედრები ყოველ კვირას, ტრენინგები როგორ დავარქვა, ანუ კაცნობით ხასე ფილმების ყურება ერთად და ეგეთ რაღაცები, მაგრამ ხო არის, ანუ საზოგადო რაღაცნაირად ხო ერთად იკვრებიან რაღაცნაირად ვარია. ანუ ძალიან კაი სიტუაციაა რა. მაგას ახლა ყველაზე მეტად რა მომეწონა მე. ახლა ამას ქონია LinkedIn-ს ქონია რა ქვია მაგას. კურსების learning სივრცე რა, საწავიღე ეს. ხო და? უფასოდ. ბიბლიოთეკის აიდს შეიყვან და გაგუფასოდ რა, ვიცი. ოთახის დაჯავშნა გინდა, მარტო გინდა რომ იყო, მოდი დაჯექი უფასოდ რა ვიცი. არ ვიცი რა, პროსტა გულსაწყვეტია რა, მაგრამ ხა გული. ძალიან მაგრამ წდება რომ ასეთ რაღაცები შესაძლებელები არა ჩვენთან კი ახლა მე მაქვს ჩემს მას და ჩემთანაც აქვს, მაგრამ აი ხო უნდა იყოს რა უნდა ხამას ის უნდა რა ქვია გეოპოლიტიკური ნებართვები უნდა რომ ქალაქში გახსნა ბიბლიოთეკა, არ ვიცი.